ეს ფულია ხალხს, ვინც აი ნუვორი შეგეკვია მაგათ. ვინც შევა დიდი ფული. მერე? როგორი შევა და რა შევა, ეხლა მე არ მაინტერესებს. აი რომ შეხედავ რომ აცვია მას ან მის ოჯახის წევრებს, ან სახლი როგორ აქვს მოწყობილი. ეს არის უგვემოვნების უმაღლესი დონე. ხო, ყველაფერს ამბობს. იმათ ეს მოწონთ. ეგეთი ეს სიტყვა ნუვორიში ეს არ არის ის რა ვქი, აი ნოვი რუსკის როძახიან. ჩვენც ახალი ქართველების ხო არის და იმათ გემოვნება არ აქვთ. აბსოლუტურად არ აქვთ. ეხლა მე ვატყობ, ეხლა სულ მიწევს ეგეთ შეკრებებზე მოხვედრა და ხედავ ამ ხალხს იქა და მე გულში მეცინება. მე ერთ რამეს გეტყვით, მე რო შემეშვა ვინმე ეს ბინაში. აი არავინ არ იყოს. მე ხალხის ბიოგრაფიას მოგიყვებთ. ვიდრესა. გემოვნება დაიკარგა საქართველოში. გემოვნებასაც სწავლა უნდა. აი ეს მაინტერესებს. გემოვნება ისწავლება რა საკვირველეში. შეიძლება ადამიანი დაიბადოს გემოვნებით, შეიძლება ოჯახიდან მოყვება ეს გონე, მაგრამ შეიძლება ისწავლოს გემოვნება ადამიანმა. თუ აქ მაგალითები და ეს არის საგანი, რომელიც ისწავლება მაგალითებს. ეხლა რო გითხრათ თქვენი საყვარელი მხატვარი ვინ არის? ეხლა ვის მეტყვით თქვენ? რუბენს თუ ველასკეს? აი მაგით მე თქვენ გემოვნებას მიხვდები. ველასკეს. ხო. აი მე მივხვდები კი რატო კითხავთ მე უნდა მითხრათ რატო ესე იგი თან განათლებული ხარ გემოვნება მოდის განათლებისგან ეს უნდა ისწავლო ჩვენთან გაუნათლებელი ხალხი სამწუხაროდ დიდ მასას წარმოადგენს